მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო და მსწრეს საზოგადოებო. ეთერშია პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ. მოგესალმებით, კი ბატონო, მაგრამ გიორგი, სადა ხარ შენ ამდენ ხას, ა? ბედზე მოგვისწარი, კიდევ დაგეძინა? არა. გაგიკვირდეს ახლა, არ დაძინებია ჯერ. მაგრამ კაისაც გეტყვი. თურმე იაპონიაში სამსახურში თუ დაგეძინა, გააკეთებს უბრალოდ. ანუ ენერგია დახარჯე მუშაობაში. დაიღალე და ეს კარგ ტონად. გაამხნევე რა გენაღლება, ეგ უნდა კიდე მაგას. თან ამას სახლში ეძინა, აქ კი არა. დაიძინო საქ და შევაქებ, რა პრობლემაა? ხოდა რომ მეცი წეღანდა გამაღვიძე საგრიფიოროში რას მერჩონდა. ვერ ხედავ რა ხელ ენერგიას ხარჯავ. რა ენერგიას ხარჯავს ხალხო, თქვენ მაინც მითხარით, აი რას ხარჯავს ახლა ეს? რას და როვაც ხადებ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს და კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. არ ჭირდება ენერგიის დახარჯვა ამის ხმას. და გამძვრა სიქა დავიღალე. მოკლედ მე იაპონიაში გავდივარ სამუშაოდ, მივდივარ აუცილებლად, გამოვიძნებ მაინც ცოტა სამოუწვევის სამსახურში. შემოვა უფროსი და იტყვის, აი, ესა ერთგულებაო. რა მშრომელი ხალხი ყოფილა ეს ქართველებიო და შეიძლება პრემიასაც კი გამოუკრა ხელი. აბა, რა კარგი ქვეყანაა კაცო. ჩვენთან თუ დაგეძინა გაგაგდება. იაპონიაში დაგაზინაურებენ. ისე იაპონიაში ხო შეიძლება გამოიჭირო თანამშრომელი ძილის სიმულირებაში, არ შეიძლება? არ არიან იაპონელები აფერისტი ხალხი. მაგას არიკადრებს იაპონელი. რო გძინავს მოვა უფროსი და პლენს დაგაფარებს და თუ შეგატყო იტყვები, მე რასაც დაგაფარებს, მაგას ვერ ვიტყვი. იმედია დაძინება სამსახურში ტაქსისა და ავტობუსის მძღოლებზე არ ვრცელდება. თორემ უფროსის შექებამდე გზავრებით და გამხობენ თავზე მყდარს და სანამ შემდეგ თემაზე გადავალ, შეგახსენებთ, რომ ყოველ შაბათ კვირას კომედი არსი საღამოს 8 საათზე უყურეთ სერიალ მიხო და მაროს ახალ სერიალს. გადასარევი ამდენი გელოდება. მოკლედ ყოველ შაბათ კვირას საღამოს 8 საათზე. ახლა კი შემდეგი თემა. 2025 წელს თბილისში ავტომობილების რაოდენობამ 810,000 გადააჭარბა. ძალიან საჭირო ტაში იყო. ეგ თბილისში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა, თორემ რეგიონებიდან შემოსული მანქანებიანად 1,500,000-ზე მეტი გამოდის. ანუ მანქანების რაოდენობამ თბილისის მოსახლეობას უკვე გადააჭარბა. ნუ ასე გამოდის, აგერ მაგალითად ხაროს 2 მანქანა ყავს და მარშრუტკით დადის, ანუ 3 მანქანას იყენებს. კი ბატონო, დასაჭერია ეგ მე მგონი, დასაჭერი. საშინელება ხდება, კი. ადრე თუ ერთ ბიჭზე 4 გოგო მოდიოდა, ახლა 4 ავტომობილი მოდის. ვეღარ ეტევა მანქანები ქალაქში. უკვე იმდენი მანქანაა ყველამ ერთად რომ დაასიგნალოს მსოფლიოს სეისმური განგაშიებულება. აბა იქნება ჩემო ძმა. ქალაქში ერთადერთი უმანქანო ქართლის დედა დარჩა. გიორგი სააკაძე? გიორგის ხები ხო ყავს? კიდე უარესია ეგ. ვეღარ ვეტევით ბატონო ქალაქში. ვეღარ. მე დატევის არ მეშინია პირადად. მივიწევით, მოვიწევით, რაღაცას ვიზავ. თავარია ბენზინი გვეყოს. აი, ისე ხადავშიკებს, შეშტიანშიკებს და ელექტრიკებს გილოცავთ საქმე სულ გექნება. ისი ადამიანი მანქანას თუ იყიდი თბილისელისგან, უნდა იყიდო აუცილებლად. გარბენი აქვს ცოტა სახლი, საცობი, სახლი, საცობი, სახლი, საცობი, სახლი, საცობი. ანუ გამოდის რომ 2025 წელს თბილისში ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება მეტროს შემდეგ ფეხით სიარული. ეგრე გამოდის. კარგი, გავანებოთ თავი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე და ამბავზე, თორე აგერ გვისიგნალებოდით. ევროპის ტერიტორიაზე საჰაერო ბურთების გამო
რომლებსაც სიგარეტის კონტრაბანდის გადატანისთვის იყრებდნენ, რამოდენიმე აეროპორტმა ფრენები შეაჩერა. ანუ შეიძლება ითქვას მოწევა კლავს და აუქმებს რეისებს. ხედავთ რა გზას გადის საცოდავი სიგარეტა. ჩვენ კიდე მოვუკიდებთ მოწევდაზე ორი თითით გავქნებთ ტურნისკენ. არ გეცოდება. კონტრაბანდისტებმა გეშლებათო ეს კონტრაბანდა კი არ იყო, პილოტს რომ ჰაერში სიგარეტი მოუდეს, დაბლა ხوار დაეშვებიან, ხო და მაღლა ყიდულობენ. აი ეგ მომეწონა სხვათა შორის ცუდი აზრი არ არის. საჰაერო დრაივები რო გააკეთონ. გამოადგება პილოტებს ყავაზე და სიგარეტს რო გააჩერებენ ყრუბლებში. და ამიტომ ზესტაფონის ხაჭაპურის და აღარ იქნება საჭირო თვითმფრინავში კვება, რაღაცა საკენკრო მოაქვს. მიაყენებ 8000 მეტრზე, ჩამოждები ღრუბელზე და გაიდებ ხაჭაპურის ყბაში. ჩვენია. ოსტრი? რა? ოსტრი? მაგრამ არა, რიკოთი გააპროტესტებს. თან მაღლა ხო ძალიან ცივა და ოსტრი მალე გაცივდება. კი ბატონო. სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ამას წინათ ხომ გახსოვს, გადაცემაში ვთქვით, ალბანეთში ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დაინიშნაო. კი, კაცო, როგორ არ მახსოვს მე? და ეგ შენი ალბანეთის ხელოვნური ინტელექტი მინისტრი ფეხმძიმედაა და 83 ბავშვს ელოდება ერთდროულად. აბა, რა სიზახი, კაცო. როგორ? როგორ და ულიცენზიო ანტივირუსი დაუყენეს ეთყობა. მე რატომ მეკითხები, რა ვიცი. მოიცა კაცო, ვერ გავიგე ახლა, ეგ ხელოვნური ინტელექტია თუ ორაგული, რა ამბავი 83 ბავშვი ერთად. შენ ეგა თქვი. თან ერთს ალბათ შენ მოგანათმნებენ გული მივიძნეს. აი ასე. როგორ შეიძლება? დავარებე თუ კაცი ხარ თავი, დავარებე. თან ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ყოფილა გაბრაზებული იმის მოადგილეებზე. ხელოვნური ინტელექტისთვის შეკითხვები უნდა დაგესვათ, კი არ უნდა ხო. და ორსულად რომ იყო, მალავდა თურმე და მე როგორ გაიგეს თუ იცი. წნილების დამზადების რეცეპტებს უყურებდა YouTube-ზე. კი, ხო და თან დამჯდარ ელემენტებს ჭამდა თან, ეთქო ჟავესი ამოვნებდა მაგდას ხოიცი. როდის ელოდება ხო არ იცი ეგ ამბავი? არ ვიცი, მშობიარობისთვის დამაჩქარებლები შესთავაზეს, მაგრამ არ მეჩქარებაო, 78 სახელი მაქვს, ჯერ მხოლოდ მოფიქრებული და მაცადები. იმედია სამშობიაროში Bluetooth-ით იქნება. თორემ 83 ბავშვი ერთად ტირეს რომ დაიწყებს რაღაცა. ბავშვებს დამატების მოწმობის ნაცვლად QR კოდები ექნებათ ალბათ, ხო? კი ბატონო. ეგ ალბანეთის იუსტიციაში უნდა იკითხო პრინციპში. მე არ ვიცი და გადავალ შესაბამისად შემდეგ თემაზე. Disney სტუდიამ ჰელოუინისთვის სპეციალური სკამი გამოუშვა. ეს სკამი განკუთვნილია საშინელებათა ფილმების საყურებლად. ჯდები სკამზე და ისე უყურებს საშინელებათა ფილმს. აი ნახეთ ფოტო. რა არის ახლა ეს? რა არის ახლა ეს? სად იყო Disney სტუდია? ჩვენი სოფლის ჩეჩმებში რო ასეთი სკამები იდგა. კი ბატონო, აქიდე სად იყო Disney ჩვენთან? თელავი გურჯაანის მარშრუტის ზოლებს რომ გვერდით პატარა ტუმბო ქონდათ და იქ ჯდებოდნენ. მაგაზე უფრო დიდი განცდა არ ამგონია საშინელებათა ფილმებს ქონდეს. კი ბატონო, მართალი ხარ. მაგრამ აქ გათვლა აშკარად სხვა რამეზეა. მოკლედ საშინელებათა ფილმს რო ნახავ, ამ სკამზე ჩამომჯდარი, შიშისგან ჩასვრის აღარ შეგეშინება ადამიანს. კი ბატონო, და აი ჩეჩმა ტუალეტებში რო იყო ხოლმე, წინა ესე თონკი. ნურსმაზე. ხელზე ქონდა დახვეული და იქ დაჭრილი გაზეთები. ზედ გორბაჩოვი, ჩერნენკო, ბრეჟნევის სურათი. ბოლოსკენ პუტინის სურათიც გამოჩნდა, ოღონდ თმიანი. ძირსეგდო ხოლმე და მაგიტო. მოიცა კაცი. არ გაგახსენდა? მე ამ სკამზე დამჯდარმა საშინელებათა ფილმებს როგორ უნდა უყურო, იმას ვამბობდი. შეგეცახვედი. შარვალი მანამდე უნდა ჩაიხადო. სიასის დაწყებამდე ალბათ. ვაიდა ვერ მოასწრო მერე. ხო იცი, უცეფიცია ფილმებში მოსწრება და ზომბებმა გამოვარდნა. კი, გამისკდა გული შეგენაცვალე რეებზე მაფიქრებ. განავიდეთ სხვა თემაზე. პოლიციამ დიდ ბრიტანეთში დააკავა ცოლ-ქმარი 135 ყუთი შოკოლადის მოპარვისთვის. დანაშაული ცხელ შოკოლადზე კი არა ცხელ კვალზე გაიხსნა.
და იმ მაღაზიას საიდანაც შოკოლადები მოიპარეს, ტკბილი მარტო მოგონებებიღა დარჩა. მოპარული შოკოლადები ამოიღეს და პოლიციამ ყუთების დათვლა დაიწყო. და მერვე ყუთზე უკვე გაქანებული დიაბეტი დაემართათ. და ეგენის დაუჭერიათ მტკიცებულებების განადგურების გამო. ისე რა ჯანდაბად უნდა ნეტა იმ სოლხმარს მაგდენი შოკოლადია. რა ვიცი, ეთყობა ტკბილის სიბერისთვის ემზადებოდნენ, რაც გაიგო. მოკლედ ამ ამბიდან უნდა ვისწავლოთ ის, რომ სიყვარული ტკბილია, მაგრამ ზომიერად, თორემ ბოლოს ან დიაბეტი გემუქრება, ან პატიმრობა. გადამრევენ მე ეს ბრიტანელები რა. შოკოლადის მოპარვა იქით იყოს ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ ცხვირის გამათბობლების შექმნა. ცივი ზამთრისთვის, ეგ თუ იცი, ცივი ზამთრისთვის ალბათ, ხო? ხო. მოდი მაინც აი ნახოთ ფოტო. ისე ჩემო პატა მე რო ვაკვირდები, ცოტა სხვა რამის გამათბობელს უფრო გავს. მაგრამ კაი, ჯანდავა იყოს ცხვირის გამათბობელი. მაგას არ ვაბობეთ, ძალიან უცნაური ხალხია თქო ეს ბრიტანელები. თუ გცივა, ხი 100 გრამი არ არის. ცხვირსაც ათბობს, კუჭსაც და გულსაც. მართალია, თან ცხვირს რო ითმობ, პირზე არ გცივა, არ ყურებზე? რა ეგოიზმი ეს რა? შეიძლება ერთი პროფილში და მიხედე იქ გიორგის გახედე. სალატანემ ქართველებს და სომხებს ამას არავინ არ შეგვიკირავს. ხარჯიანი იქნება. ხოდა თუ ხარჯიანი იქნება, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. გადავიდეთ. შენ თუ იცოდი რომ ჭორაობის მოყვარული წყვილები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ. ვიდრე არაჭორიკნები ალბათ. ანუ საძინებელში რომ მოფერების მაგრად შედიცოლის სხვისი ღალატის ამბებს გიყვება, რანაირად უნდა იგრძნო თავი ბედნიერად არ ვიცი. ეგ არც არ ვიცი ჩემოძო, მაგრამ ამბობენ ისეთი ბედნიერები არიან, რომ ღამეში 5-6 ჯერ ასწრებენ ჭორაობასო. მეთქი რა სიძახი. და მაგ შემთხვევაში რაც უფრო ასაკი გემატება, უფრო მეც ჭორაო. აბა სხვას ვერაფერს ვეღარ გაჩავდი. საინტერესოა პრინციპში, ხო იცი? კარგია. ისე რა ჯობია ბედნიერ წყვილს რო ხედავ ადამიანი? რაზი ატყობა ახლა ბედნიერები რომ არიან ვითომ? რა ვიცი, რა გითხრა. აი მაგალითად, ჩვენ სერიალში მიხოდამაროში მითხარიშე რამდენი წყვილია? მე და მარო, ეთო და გოგიტა, ციური და ბაკურა, კოლა და ნანულა და მოგელა და მზია. და რომელი უფრო ბედნიერი წყვილია მაგ ხუთიდან შენი აზრით? ალბათ მოგელა და მზია. რატომ? აქ ჩემთან მეკითხები. კოლა ძალიან ჩაგრავს დადულა, ხო ფაქტია. დანარჩენები კი კარგა ხნით სოლქმარლი ვართ. მოგელა და მზია კიდე ახლა იწყებენ ურთიერთობის დალაგებას. მართალი ხარ და მიუხედავად იმისა, რომ სულ ჩხუბობენ, მაინც ყველაზე ბედნიერად გამოიყურებიან. და სიმღერაც რა კარგად გამოსდით. გახსოვს ჩვენ შოუში ვამღერეთ სეზონის დასაწყისში და ძალიან მოეწონა ხალხს. ისე რამე ახალი სიმღერა არაფერი აქვს ნეტა. ექნებათ, ბიჭო, ექნებათ. მაგათ საჭურაოცად ძალიან. წერე სიმღერებს. ხო. მოიფიქრებდნენ, ოხრები არიან ეგენი. ხო არ დაუძახოთ. აპა რა უნდა ვქნათ? მოგელი მორდიანზი. ზია, გამო.